გამარჯობა მეგობრებო ეს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმია მე გიორგი ფანცულაია გახლავთ დღეიდან ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის Facebook მომხმარებლებს და YouTube არხის მაყურებლებს შემოვთავაზებთ ახალ რუბრიკას ვკითხულობთ ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტიკას დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება ნიკო ნიკოლაძის მამულის სიყვარული და მსახურება. ნიკო ნიკოლაძე 1843-1928 წლები. თავის შესანიშნავ ნაშრომში მამულის სიყვარული და მსახურება, რომელშიც დიდი ქართველის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გადამოსცემს თავის კონცეფციას სახელმწიფოსა და მოქალაქის ერის თვითგამორკვევის, თვისტომობის, პატრიოტიზმისა და ცრუ პატრიოტიზმის, რადიკალური კონსერვატიზმისა და განმაახლებლობის, საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებისა და სხვათა შესახებ დაიწერა 1869 წელს. პირველად გამოქვეყნდა თვით ავტორის მიერ შედგენილ ალმანახში საახალწლო, რომელიც 1880 წელს გამოსცა შაბერდოვის გაზეთის სააგენტო. მეორედ იგი, ესე იგი მამულის სიყვარული და მსახურება, რომელიც დღევანდელი ჩვენი საუბრის განხილვის თემა გახლავთ, დაიბეჭდა 1914 წელს ნიკო ნიკოლაძის ნაწერების მეორე წიგნში. ზემოხსენებული წიგნის 1914 წლის გამოცემას წამძღვრებული აქვს გამომცემლის საინტერესო წინასიტყვაობა, რომელსაც პროფესორ დავით გამეზარდაშვილის შენიშვნით უდავოდ ატყვია თვით ავტორის ხელი, რის გამოც იგი კიდევ უფრო მეტადაა ყურადსაღები. წინასიტყვაობის თანახმად ავტორი ნათლად ხატავს იმ ფორმებს, რომელშიაც უნდა განხორციელდეს მამულის სიყვარული, გვაჩვენებს იმ გზას, რომელსაც უნდა დაადგეს ყველა, ვისაც მამულის სიყვარული აქვს და მსახურება. აქვე ვკითხულობთ ძალზედ ნიშანდობლივ აზრს, რომელიც გამოხატავს ნიკოლაძის მამულის მსახურების არსს. მკითხველისთვის მიგვინდვია გაიცნოს ავტორის აზრი და შეადაროს ამაც აზრს, ვინც ერთი მხრით ისე ივიწროებს სამშობლოს სიყვარულს, რომ შოვინიზმის კალაპოტში აღჭობს და მეორეს მხრით ისე აფართოებს, რომ კოსმოპოლიტიზმის უსაზღვრო სივრცეში ფანდავს. წიგნში მამულის სიყვარული და მსახურება ნიკოლაძეს სვამს კითხვას, რომლის პასუხსაც თავად იძლეოდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, სიტყვითა თუ საქმით. თუმცა საერთო და საყოველთაო მოვალეობაა მამულის მსახურება ჩვენში ის ჯერ იმდენად როდია გავრცელებული, რომ ყველამ კარგად იცოდეს, რაში მდგომარეობს ეს მოვალეობა, ან ყველას ესმოდეს, თუ რაგვარად უფრო ადვილი და გამოსადეგია მისი ასრულება. მართლაც, რაში მდგომარეობს ეს მსახურება? რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე, რომელიც ჩვენს მამულს სჭირდება? რა ხელი უნდა მოუტანოს მამულს, მისმა შვილმა? იგი მას რანაირად უნდა ემსახუროს? ამ მსახურების მაგალითს თავად ნიკო ნიკოლაძე იძლეოდა, სადაც არ უნდა ეცხოვრა, საქართველოსა თუ მის ფარგლებს მიღმა. ამ მსახურებისკენ მოუწოდებდა ყველას, მის გზებსა და ხერხებს რულუნებით განუმარტავდა, რადგან მამულის სიყვარული და მსახურება მას ყოველთვის კონკრეტულ საჭიროებებზე ზრუნულად, ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხის გაცემად, პრაქტიკულ მოღვაწეობად წარმოედგინა. დიდი ნიკო უპირველეს ყოვლისა კითხავს იმ ადამიანებს,
რომელთაც პირადი სარგებელი უქცევიათ იმ საზომად, რომლითაც საზღვრავენ სახელმწიფო მოხელის ავკარგიანობას და იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი გრძნობა ქართველის თვისებადაც იქცევა. ღვთისმადლით ხიზლდება და იღვიძებს ნელ-ნელა ჩვენი ქართველობა. მოძრაობას იწყებს ცოტ-ცოტად ჩვენი ქვეყანა, როგორც იქნა იმ დღესაც მოვესწარით, როცა ქართველ კაცსაც საზოგადოებრივი გრძნობა გაუჯდა ტანში. ის გრძნობა, რომელიც გვაგებინებს, რომ ბევრი რამ ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, ბევრი საერთო საჭიროება გვქონია. მოვიგონოთ ის წყეული და ვნეიდ მოსილი დრო, რომელიც ამას იქვით ღმერთმა მოასწროს ჩვენს მამულს. გახსოვთ, ხომ თითოეული კაცი, რომ მარტო თავისთავად და თავისთვის მოქმედებდა, მას მეტი რამე მიზანი როდი ჰქონია, ჩინი ვიშოვნო, სამსახურში დავწინაურდე, შეძლება შევიძინო. მისი კეთილის მყოფელი მარტო ის იყო, ვინც ამ ჩინის შოვნას უადვილებდა, ვინც ამ დაწინაურებაში ეხმარებოდა, ან ამ შეძენაში ხელს უწყობდა. ვაბეზგებდით მეზობელს, დევნიდით, ვაწვალებდით. იმის მოსაზრება ჩვენ როდი გვქონდა, იქნება ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდეს და ხვალ საკუთრად ჩვენ დაგვიწყონ დევნა ან წვალება, ისე როგორც დღეს ჩვენს მეზობელს ეპყრობიან ჩვენი შემწეობით. ნიკო ნიკოლაძე აღნიშნულ შრომაში ცდილობს გაარკვიოს მკითხველი ქართული თვისტომობის, ანუ ქართველი ერის იდენტობის არსში. პირველ რიგში ნიკოლაძე საჭიროდ მიიჩნევს ქართველთა ერთიანობას. ქართველობაც რომ სადმე იყოს, მთელი ქართველობის ძალაც რომ სადმე არსებობდეს, იქნება ჩვენს გაგვიადვილდეს ცხოვრება, იქნება სხვისი სათვრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ. სხვათა შორის ამანაც თვალი აგვიხილა, ამანაც გამოგვაფხიზდა და გვაგრძნობინა ჩვენი საკუთარი თვისტომობა. ნიკოლაძემ მსჯელობს რა ერის თვით გამორკვევის შესახებ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ხალხი თვისტომობის დადგენის გზაზე ერთი და იგივე განვითარების ეტაპებს გადის. მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არ მომხდარა, რომ ხალხს დიდ ხნობით დავიწყებული ჰქონდეს თავისი თვისტომობა და შემდეგ აღძრული იყოს მასში, შემდეგ გაძლიერებული იყოს საზოგადოებრივი გრძნობა, მამულის სიყვარული, მამულის მსახურება. დედამიწაზე ერთი ძლიერი ხალხი არ არის ისეთი, ერთი კაკალი, რომელსაც ეს მდგომარეობა არ გამოევლოს, რომლისამე სხვა ხალხის გონებითის გავლენის ქვეშ არ ეცხოვროს და ბოლოს თავისი თვისტომობა არ გაეხსენებინოს. ზოგმა დიდი ხანია, რაც მოიპოვა ეს თავისი თვისტომობა, ზოგმა გუშინ შეიძინა ის, ზოგი კი დღესაც მისი შოვნისთვის იბრძვის, ან მის მოპოვებაზე შრომობს და ზრუნავს. მაგრამ ყოველგან და ყოველთვის ერთნაირი გზა გამოუვლიათ ყველა იმ ხალხთა, რომელთაც ეს ბედი ღირსებიათ. მათი გაზრდა, გაძლიერება და განვითარება ერთგვარის გზით მიდის წინ, ერთგვარის კიბით ადის უმაღლეს განვითარების წერტილამდე. თითოეულ საფეხურს ამ კიბისას თავისი სწორი და მსგავსი საფეხური აქვს, როგორც ყველა სხვა ხალხების აღსამაღლებელ კიბეებს. ნაბიჯ-ნაბიჯად იდგამს ფეხს კაცობრიობა და წინ მიდის. რა გზაც 5, 6 ან 20 ხალხს 4 ნაბიჯით გაუვლია, მას ვერცერთი სხვა ხალხი ერთის გადახტომით ვერ გაივლის. მართალია, ზოგი ხალხი ადვილად ან მუცფად აირბენს ამ ნაბიჯებს, ზოგი კი ლოკოკინასავით ფორთქვით გადაჩოჩდება ამ გზაზე. ზოგი ამ 1-2 ნაბიჯის გადადგმას 20-30 წელიწადს მოასწრებს, ზოგი კი 2-3 საუკუნესაც მიალევს ამ გზას. მაგრამ ეს კია ყოველთვის, რომ აღნიშნული გზა და ნაბიჯები აუცილებლად გასავლელი აქვს ყოველ ხალხს, რომელიც გონებით ცხოვრებას ითვისებს.
და მაინც. რა სტადიები გამოუვლია საზოგადოებას მისი თვისტომობის შეგნებისა და შეთვისებისათვის. დიდი ნიკოს აზრით, ყოველი ხალხის ცხოვრებაში შემდეგი განვითარების 4 პერიოდი მოიძებნება. ესე იგი, იგი იზიარებდა განვითარების სტადიების კლასიფიკაციას და გამოყოფდა მის 4 პერიოდს. პირველს ის უწოდებდა ყრმობის პერიოდს. როცა ხალხი სხვაზეა დამოკიდებული და თვით შემოქმედებითობის უნარი დაკარგული აქვს. პირველ პერიოდს ის დროში ადგენს, წერდა ნიკოლაძე, როცა ხალხი თავისი საკუთარი გონებითი ან ტვინით არ ცხოვრობს, როცა მის მაგიერ სხვა ვინმე ზრუნავს და მოქმედობს და როცა ხალხი მცონარეობს, საზოგადოებრივ ინტერესებს არ გრძნობს, ერთი სიტყვით ის დრო, რომელსაც ყრმობის პერიოდი ჰქვია. მეორე პერიოდი მიმბაძველობით ეძახიან. იმ დროს წარმოადგენს, როცა ხალხი უცხოეთის დაწინაურებას ხედავს და მის მონურ მიბაძვას იწყებს, თავის უძლურებას ან სისუსტეს იზიზღებს და ცდილობს გადასხვაფერდეს გარეგნულ წაბაძვით. მესამე პერიოდს ნიკოლაძის აზრით ძველებურობის აღმადგენელს ის დრო შეადგენს, როცა ხალხი რწმუნდება, რომ მონური მიბაძვა დიდ ხეირს არას მაძლევსო და საკუთარი წინაპრების წესების აღდგენას მოინდომებს, მათ ყურმოჭრილ მონად გახდება. ზოგიერთი ისტორიკოსები მეორე პერიოდს პროგრესიულ მიმბაძავს არქმევენ და მესამეს რეგრესიულ მიმბაძავს. მეოთხე პერიოდი კი მაშინ იწყება, როცა ხალხი ამ მესამე პერიოდის უნაყოფობასაც იგრძნობს. მაშინ ის გამორკვევას იწყებს. თუ მისი საკუთარი ბუნება რას მოითხოვს, მისი ძალა რის ნებას იძლევა, სხვა ხალხის ძლიერება რამ შეადგინა, სხვებს რა აქვთ კარგი, ისეთი, რომლის შეთვისებაც მის ბუნებას შეუძლია და თვითონ მას რა ჰქონია ცუდი, ისეთი, რომლის თავიდან მოშორებაც შესაძლოა. ამ პერიოდს, რომელიც ჩვენ დღეს ჯერ არ გაგვივლიაო, წერდა ნიკო, თავისებური შემოქმედების პერიოდი უწოდოთ. ნიკო ნიკოლაძე ეხება რა თვისტომობის, იდენტობის, ერის იდენტობის საკითხს, ცდილობს დაადგინოს სახელდობ რა უნდა ვიგულისხმოთ მასში. ვინ, რომელი ბრძენი, ისტორიკოსი ან ეთნოგრაფი გვეტყვის დღეს, როგორი იყო ნამდვილი და პირველდროინდელი ქართველების ბუნება, ზნე, ხასიათი და თვისება? რა შეგვჩა ჩვენი საკუთარი, ან რა გამოგვყვა და მოგვედოს სხვისი? ჩვენ რა გვაქვს დღეს სხვისი, ან რომლის რა? ვინ იცის ეს? მართალია, ბევრს არც საჭიროდ უნდა მიაჩნდეს ამნაირი გამოკვლევა, მაგრამ დღეს ამ უბედურ მიმბაძველობის პერიოდი, რომ ღვთისმადლით ჩვენთვის გათავდა და ვიწყებთ შემდგომს ისტორიულ პერიოდს ჩვენისთვის ტომობისკენ დაბრუნებისას, მეტისმეტად საჭიროც არის და გამოსადეგიც ვიცოდეთ, ჩვენი თვისტომობა ნამდვილად რაში მდგომარეობს, ან რომელ თვისტომობას უნდა დაუახლოვდეთ, რომელს დროსა, ან რომელს ზნეს უნდა დაუბრუნდეთ. როცა ქართველობას სპარსეთის დაღიეკრა, თუ როცა თათრების გავლენის ქვეშ ყოფილა ჩვენი ქვეყანა, როცა თათრების ჭკუით ცხოვრობდით და ვიკვებებოდით, თუ როცა საბერძნეთი პატრონობდა, როცა ბიზანტიის სწავლით გაფრწყინებული იქნა მოკლე ვადი ჩვენი ბნელი ცხოვრება, რა ზნე და წესი უნდა გვიყვარდეს, რა წყობილებისკენ უნდა მივიწრაფოდეთ, რაში უნდა ვხედავდეთ ჩვენს იდეალს, რას უნდა ვსთვლიდეთ, კარგად დაავალთ. ხომ შეუძლებელია ყველა ამ კითხვის განმარტება და გარჩევა, სანამ არ დაარსდება ჩვენში ხეირიანი ისტორიული სკოლა, სანამ ისეთი ხეირიანი ისტორიკოსები არ გაგვიჩნდებიან, რომელთაც ჩვენი ხალხის ძველი ცხოვრება გამოიკვლიონ და ის სიბნელე თვალიდან მოგვაშორონ, რომელიც ჩვენს წარსულს გვიმალავს. სანამ ამნაირი ისტორიკოსები არ გვეგრისებიან, სანამ მათის შემწეობით ჩინებულად არ გაიგებს ჩვენი ხალხი თავის წარსულ ცხოვრებას, მანამდე იმ ახალ პერიოდში
რომელშიც ჩვენი ქვეყანა ამ ხანებში შესულა, ერთობ დაბნეულად, უთავბოლოდ და უმნიშვნელოდ წაჩოჩდება ჩვენი ხალხის გონებითი წინწაწევა. დღეს რომ ჩვენ ამისთანა ისტორიკოსები ყვანდეს, დღესვე ზედ მიწევნით რომ ვიცნობდეთ ჩვენს წარსულს, ეს ისტორიული პერიოდი იქნება მარტო 15 წელიწადს გაგრძელდეს ჩვენში, იმედოვნებდა ნიკო. მეც კი არა, მაშინ რა კი ასე მალე მოვიხდით ამ სახადს. ადვილად შეგვეძლებოდა ისტორიულ ცხოვრებაში შემდგომი ნაბიჯი გადაგვედგა და ჩვენი საკუთარი მუხლების ძალა გვეშინჯა. დღეს კი უთავბოლოდ უნდა ვიბოდიალოთ და ვინ გვეტყვის რამდენ ხანს, რამდენ წელიწადს და იქნებ საუკუნესაც გასწევს ეს დროებითი პერიოდი ჩვენი ხალხის ისტორიული განვითარებისაო წუხდა ქართველი ერის დიდი მოჩებნახული. ნიკო ნიკოლაძე თავად დიდი განმანათლებელი და ინოვატორი. რუსული სლავიანოფილობის მაგალითზე ამ ხელს ყოველგვარ, ყოველერსა და ეპოქაში არსებულ რადიკალურ კონსერვატიზმს და გამოყოფს მის ოთხთვისებას. სლავიანოფილობის პირველი თვისება, ანუ ყოველგვარი რადიკალური კონსერვატიზმისა, ის იყო, წერს ნიკო, რომ თავიანც ყველაფერს იწონებდა, ან თაყვანსაც სცემდა და უცხოეთისას ყველაფერს იძულებდა, ან აძაგებდა. წაბილწულიაო ყოველი კაცი, ვინც რუსულ ენას არ ხმარობსო და ვისაც უცხო ენაზე გინდი ერთი სიტყვაც დაცდებაო. შენიშნეთ, რომ რუსული ენის გამამშვენებლად და გამამდიდრებლად სლავიანოფილები კი არ გამოდგნენ, არამედ ევროპის განათლების მომხრე მწერლებმა პუშკინმა, ლერმონტოვმა, გოგოლმა, ღერცელმა და სხვებმა გაამდიდრეს ეს ენა იმით, რომ ხალხის ლაპარაკს დაუახლოვეს მწერლობის კილო, რომ ხალხის ენისგან მწერლობაში ათასობით შემოიტანეს ახალი სიტყვები და სიტყვის წყობილობა. მეორე თვისება ის იყო, რომ უცხოეთის ცხოვრებას, ძალას, მოძრაობას და განზრახვას ყურს სრულიადად არ უგდებდნენ. ჩვენს დროში ვერც ერთი ხალხი, რაგინ ძლიერი ან დიდი იყოს, თავისთავად ვერ იცხოვრებს ისე, რომ სხვა ხალხთან დამოკიდებულება ან განწყობილება არ ჰქონდეს, თუნდ მართლაც შეეძლოს ამ ხალხს თავისთავად განკერძვებული ცხოვრება. მესამე თვისება ნიკოს აზრით რადიკალური კონსერვატიზმისა ის იყო, რომ გარეგან შეხედულებას, გარეგან საქციელს და სიტყვას ყოველთვის მეტ მნიშვნელობას აძლევდნენ, ვინომ თვითონ საქმეს, ან მის არსებით მხარეებს. ავიწყდებოდათ, რომ მარტო ცარიელის სიტყვით კი არ მოიგება ხალხის გული, რომ მარტო ერთმანეთი გვიყვარდესო, ერთობა ვიქონიოთო, საკმაუროდია ნამდვილი ერთობის დასაარსებლად. ამის გამო ისინი სრულიადაც არ იკვლევენ მეცნიერულად იმ კითხვას, თუ ხალხში რას მოუხდენია ერთობის დარღვევა, რა ძალა უშლის ერთობის დაარსებას. მეოთხე თვისება რადიკალური კონსერვატიზმისა ნიკოს მიხედვით იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველ დღე რომელსამე უცხო ნაციონალობას დევნიდნენ. დღეს ნემცებს ჩაეჯიბრებოდნენ და ღრიალს იწყებდნენ, შეგვჭამეს ნემცებმა, რაც ადგილია მათ დაიკავესო, რაც დუქნებია მათ ხელში არისო, რაც ვაჭრობა ან აღებმცემება მოიპოვება მათიაო, ხომ არ გვეცნობა ეს სიტყვები დღესაც ძვირფასო მეგობრებო. პურსაც ისინი გიცხობენ, ხორცსაც ისინი გვიჭრიან, წაღებსაც გვაწმემენ, ტანსაცმესაც გვიკერავენო და სხვა. ხვალ ფრანცუზებს აუტყდებოდნენ და ფრანგული ენის საქონლის დევნას თუ კითხვას იწყებდნენ. ზეგ იტალიურ ოპერას ჩაექიშპებოდნენ. მაზებ დააწესებდნენ ინგლისურ სასმელებს ნურვინ სვამსო, ინგლისიდან მაშინები ნურავის მოავსო და სხვა და სხვა. ნიკო ნიკოლაძეს სწორედ რადიკალური კონსერვატიზმი მიაჩნდა საშიში მოვლენად და არა განმაახლებლობა.
რომელსაც მისი აზრით შეეძლო საზოგადოების განვითარების შეფერხება, ანუ რადიკალურ კონსერვატიზმს. საყურადღებოა ნიკო ნიკოლაძის მოსაზრებები ისტორიის ფილოსოფიის მიმართულებითაც, რაც ცალკე აღებული თავისთავად დიდი და ვრცელი თემა გახლავთ. აქ მხოლოდ მოკლედ შევნიშნავთ, რომ იგი აშკარა ზეგავლენას განიცდიდა ჰეგელის ისტორიის ფილოსოფიის. ვინაიდან ნიკოლაძის აზრით ისტორია პროგრესული გზის განვითარების გზით მოძრაობს და ხვალინდელი დღე განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე წინა. ამასთან საზოგადოების განვითარებასაც ბუნებასავით მტკიცე და აუცილებელი კანონზომიერება წარმართავს. როგორც ბუნების კანონებთან დაპირისპირება კი არა, არამედ მათი შემეცნებაა საჭირო, რათა ბუნება ადამიანის სამსახურში ჩადგეს, ასევე ისტორიის წარმართველი კანონზომიერებების მიმართაც უნდა მოვიქცეთ. კერძო პირი ხშირად ვერც კი ხედავს, თუ თვითონ მას რა ისტორიული ძალა ამოქმედებს, რა ბუნების ძალას მიყავს ის ხან წინ, ხან უკან. ვისაც ზედმიწევნით არ შეუსწავლია ისტორიის ფილოსოფია, მას ყოველთვის გონია, რომ რასაც მე დღეს ვშვრები, იმას ჩემი საკუთარი ჭკვით ვშვრებიო. ჩემი გონებით მოქმედობ და სხვებს ვამოქმედებ. დიდი შეცდომაა ეს, დიდი სიბრიყვეა. კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ანათამაშებს. 1000-იც რომ იხტუნოს ამ პაიკმა, 1000-იც რომ თავისი ნებით გაიწიოს, ქვეყნის ჩარხის ბრუნვა მას მაინც უპოვის თავის ადგილს და თავის ნებაზე დაატრიალებს. მართალია, კაცის გონიერებასაც ბევრი შეუძლია ამ საქმეში, მაგრამ ეს ბევრი შეიძლება მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი პაიკი გაიგებს, რა ძალა ათამაშებს მას და ამ ძალით ისარგებლებს, ამ ძალას დაეხმარება. ზოგი კი ამას ვერ მიხვდება და ბრიყულად თავს გაალახვინებს, ან მთელ თავის ღონეს ამ ძალასთან შეუფერხებელ ბრძოლაში დალევს. ეს უნდა გვახსოვდეს კარგად, მეტადრე იმიტომ, რომ ჩვენში ზოგიერთ წყმაწვილთაგან გონია, რომ ქვეყნის ისტორია მით იწყება და მითვე გათავდებაო. წერდა ნიკო ნიკოლაძე წიგნში მამულის სიყვარული და მსახურება. დიდი ნიკო ერთმანეთისაგან განარჩევს პატრიოტიზმსა და ცრუ პატრიოტიზმს. ცრუ პატრიოტიზმია, როცა ადამიანი იკვეხნის სამშობლოს სიყვარულით, რაც სრულიად ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ არ კითხულობს თუ როგორ უნდა ემსახუროს მას. მართლაც, რაში მდგომარეობს ეს მსახურება? რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე, რომელიც ჩვენს მამულს ჭირია? რა ხეები უნდა მოუტანოს მამულს მისმა შვილმა, ის მას რანაირად უნდა ემსახუროს? წერდა ქართველი ერის ერთ-ერთი განმანათლებელი დიდი ნიკო ნიკოლაძე და თავადვე ეძიებდა ზემოხსენებულ კითხვაზე პასუხს. ამ პასუხის ძიების დროს იგი ცდილობდა გაერკვია საქართველოს დაცემის მიზეზები და ასეთად უცხოეთში არსებული მეცნიერების განვითარების დონისადმი ჩამორჩენა და მისგან გამოწვეული საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა მიაჩნდა. რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის 20 საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის 20 წლის განმავლობაში მტრის დაწინაურებამ წაგვართვა. მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკის ცნო რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა. რაკი ჩვენ რწმუნება დაავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენ საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდან გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე 10 ჯერ თუ 100 ჯერ უფრო მომეტებულ მტერს. მას აქვით ჩვენ მოვტყდით და წახვდით, მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმა რწმუნების დაკარგვამ წაგვახდინა. აღარ წამდა ჩვენი თავი. უცხოეთი კი ჩვენს ხელში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა.
აი მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი უცნობი ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს 1000 კაცს უმორჩილებს. დიდი ნიკო ერისა და ქვეყნის განვითარებისათვის საჭიროდ მიიჩნევს სხვათა მიღწევებისადმი, უცხოური ენებისა და ევროპული მეცნიერების ტექნიკის მიღწევების მიმღებლობას, გახსნილობას, ღია საზოგადოებად ყოფნას. ნუ თუ შესაძლებელია სხვის ჯობნა, წერდა ის, თუკი ჩვენ ამ სხვას არ გავიცნობთ. ნუ თუ მარტო ის დაგვაწინაურებს, თუ ჩინეთის კედლით შემოვსაზღვრად ჩვენს ქვეყანას, თუკი სხვის მწერლობას არ შევისწავლით, სხვის მეცნიერებას არ შევიძენთ, სხვის გამოცდილებას არ დავიმკვიდრებთ, ნუ თუ მარტო ძველი ჩვენი ენის გაზეპირებით, ძველი ხელნაწერების ტრიალით, ძველი ჩვეულების გახსენებით შეგვეძლება იმ ძალის მოპოვება, რომელიც სხვებთან გაგვასწორებს და სხვის პატივს შეგძენს. ნუ თუ მარტო ქართული ენის შემწეობით შეგვეძლება ჩვენ, ან შეიძლება ჩვენს ახალგაზრდობას ის მეცნიერება შეიძინოს მოკლე დროში, რომელიც სხვებს მთელი საუკუნეობის განმავლობაში მოუგროვებიათ. ნუ თუ პატრიოტულ გრძნობას ახშობს ან სდევნის სხვისი ენის შესწავლა, სხვისი ცხოვრების გაცნობა. ნუ თუ ჯორჯ ვაშინგტონი ნაკლები ან უხეირო პატრიოტი იყო იმით, რომ ფრანგული ენა იცოდა, ან ინგლისის კარგი და ავი ჩინებულად ჰქონდა შესწავლილიო. კაცი იყოს თორემ, სადაც უნდა ისწავლოს, კაცად მაშინ დარჩება, მაინც დარჩება და გრძნობა მაინც არ დაეკარგება. მარტო უსუსურები ხდებიან და ფუჭდებიან სხვისი გავლენის ქვეშ და უსუსურებს გინდ სიკვდილამდე დიდად გავხდე, გინდ ნიადაგ ჭკუას ასწავლიდე, ხერის მოტანა მაინც თავის დღეში არ შეიძლება. რასაკვირველია, ჩინებული საქმე იქნებოდა, ჩვენ რომ ახლა საშუალება გვქონდეს მთელი ევროპის მეცნიერება გადავცეთ ჩვენს ხალხს, ან ჩვენ ახალგაზრდობას ქართულ ენაზე, ქართულ სასწავლებელში. შვენიერი რამ იქნებოდა ეს და მთელი ჩვენი შეძლება ან ღონე იმას უნდა მივმართოთ, რომ ოდესმე დაასწრეს ჩვენში ამგვარი ნეტარი მდგომარეობა, მაგრამ დღეს, როცა ამის საშუალება არ გვაქვს და როცა აუცილებლად საჭიროა, რომ უწინდეს გონებით სიბრმავეში არ დავტოვოთ ჩვენი საზოგადოება, ბრმაც კი უნდა მიხვდეს, რომ ყოველი საშუალება, რომელიც ამ საზოგადოებას, გონებას განუვითარებს და გააძლიერებს, რომელიც მის გულში იმედს ჩაუნერგავს ან მხარში ძალას მისცემს, სასარგებლო იქნება ჩვენი ხალხისთვის. ნიკოლაძის შეხედულებით, ქართველი ხალხის დაცემის მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ უცხოეთლების შემოსევის გარდა ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილობამ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძურა. კარგად დააკვირდით მეგობრებო, რასაც წავიკითხავთ ეხლა ნიკოლაძის სიტყვებს, როგორ გვეცდობა დღევანდელ დღესაც. ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი. ეს ხომ ერთი და მეორეც ის, რომ როცა მთელი ეს ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით აღჭურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება და მოქმედებს, მაგრამ როცა ხალხის ცხოვრებაში ნელ-ნელა ისეთი წესი შემოდის, რომ ნახევარი ხალხი თავის ძალას უქმად მიწაში მარხავს, უმოქმედოდ ფლანგავს და მეორე ნახევარი კი ორჯერ უფრო მომატებულად შრომობს, როგორც თავის სარჩენლად, ისე იმ პირველი ნახევრის სარჩენლად, რომელიც უმოქმედოდ და უქმად ცხოვრობს, მაშინ ხალხის ძალა იღლება, სუსტდება და სრულიადაც ქრება. მაშინ მარტო ხალხის ძალა კი არ იფანტება უხეიროდ, თვითონ ამ ხალხის ორ ნახევარ შუა ჩუმი დაფარული ბრძოლა ატყდება, რომელშიაც ილევა ხალხის გონებითი და ფიზიკური ძალის უმჯობესი ნაწილი. ქიშპობა და სამდურავი იბადება, ერთობა იკარგება და ხალხი ორ ბანაკად იყოფა, ორს ერთმანეთზე მტრად გადაკიდებულ ბანაკად.
ვისაც ჩვენი მამული უყვარს. მისი პირველი მოვალეობა ის არის, რომ აი ეს უსწორმასწორობა, ეს განხეთქილებაში ამციროს, რომ შემდეგში ერთიანად მოისპოს ჩვენში ამგვარი უსამართლო და უგუნური ფლანგვა ხალხის ძალისა და შრომისა. სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია რომ ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს. ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება. მაშა სადამე ყველაფერი რაც ეკონომიურ სამართლიანობას გვიახლოებს, ჩვენის მამულის სასარგებლოდ უნდა მიგვაჩნდეს და ნიადაგ იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ხალხის უმრავლეს ნაწილს გაუადვილოთ თავის გათავისუფლება დამოკიდებული მდგომარეობისაგან. ხალხი მაშინ გაძლიერდება, მაშინ დაძმობილდება, მაშინ შეადგენს ერთ ძმურ ოჯახს, როცა შრომას ისე გაინაწილებენ, რომ თითოეულის შრომა ყველა სხვის შრომის გაადვილება იქნება და არაგაძნელებაო. ნიკო ნიკოლაძე, როგორც მას გერონტი კიქოძე ეძახდა, ევროპული დემოკრატიული აზროვნების ერთ-ერთი პირველი მედროშე საქართველოში, საზოგადოებას განუმარტავდა რამდენად სასარგებლო იყო აზრთა ჭიდილი, პლურალიზმი. მისი თქმით, აზრების ბრძოლა მით უფრო სასარგებლოა, რომ ის სრულიადად არ სპობს ნამდვილ დისციპლინას, რომელიც ყოველი მოქმედი საზოგადოებისთვის აუცილებლად საჭიროა. დაბნევის, გაცალკავების საჭიროებას კი არ ვქადაგობ, როცა ვამბობ აზრების ბრძოლა და შეტაკება სასარგებლოა ჩვენი საზოგადოებისთვის მეთქი. სრულიადაც არა. ვიბრძოლოთ ერთმანეთს შუა. ერთის აზრს მეორის შეხედულება შევატაკოთ. ვეცადოთ ხალხი მონაწილე გავხადოთ ამ ბრძოლისა და ჭკუის მოძრაობისა. და მერე თუ ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყარეობაზე უფრო დიდი იგვაჩნია, ყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობა მიიღოს. ამ უმრავლესობისგან მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და გამოსადეგ დისციპლინას და არა ფებლური მონობა ერთის რომლისამე კერპისა და არა თვალდახუჭული დაჯერება მისი, რასაც ეს კერპი წამოროტავს ან ბრძანებს. გონიერი შრომის შეერთება, რიგიანი დისციპლინა იმაში მდგომარეობს, რომ ამ 1000 კაცის ტვინი და გონება საქმეს ეხმარებოდეს, რომ რაც მათ ძალა და მოხერხება აქვთ, სულ ერთიანად შრომაზე იყოს მქცეული და რომ ამ ძალისგან და ამ მოხერხებისგან არაფერი იკარგებოდეს. მაშინ საქმე კარგად წავა და ერთი მოთავის ბედზე როდი გაიქნება დამოკიდებული საქმის ქვეყნის იღბალი, თუნდ მოკვდეს ეს მოთავე, თუნდ წახდეს, თუნდ შეცდეს, თუნდ 1000 სხვა მოთავეს დაემართოს ამგვარივე უბედურება. შრომლების საქმე მაინც ხეირიანად წარმართებული იქნება. მაშინ როცა საჭიროება მოითხოვს, თითქმის თითოეულს ამ შრომელთაგანს მოთავედ გახდომა შეეძლება და საქმე უპატრონოდ თავის დღეში აღარ დარჩება. მაშინ მოთავე მარტო დროშაა საქმის, ის დროშა, რომლის გარშემოც რიგზე დგებიან გონიერი მშრომელები, მაშინ ეს დროშა მარტო მას მიებარება, ვინც ყველაზე უფრო მაღალია, ვისაც სხვაზე უფრო შორს უჭრის თვალი. მარტო ახალგაზრდობის მცირედი ნაწილი გამოვიდა, როგორც იქნა ბრმა მონობის კლანჭებიდან და რასაკვირველია იმ წელს მეორე უბედურებაში ჩავარდა. ჩვენი ახალგაზრდობაც ასე მოიქცა, ადვილად მიხვდა რომ უშველებელი უგუნურება ყოფილა ეს ბრმა მორჩილება. რა კი ამაზე შუბლი მიახალა, ის მოტრიალდა და პირდაპირ მეორე გზას დაადგა. აღარავის დავემორჩილები, სხვისას აღარაფერს ვიწამებ, მარტო ჩემს საკუთარ შეხედულებას გავყვები, მარტო ჩემს გონებას ვიცნობო. უწინდეს მონობას უეჭველად ეს შედეგი უნდა მოეტანა. ამის გამო ეხლანდელი ჩვენი ახალგაზრდობა დაფანტულია გონებითად. ზოგი მარჯვნივ მიდის, ზოგი მარცხნივ, ზოგი წყლისკენ მიიწევს, ზოგი ტყისკენ, ზოგი ხტის,
ზოგი წევს, ზოგი წეიმობს. წუხდა დიდი ნიკო. ნიკო ნიკოლაძე, ოპტიმისტი და თავისი სამშობლოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის დაუღალავად მებრძოლი, იმედიანად უყურებდა საქართველოს მომავალს. მას ბოლომდე ღრმად სწამდა ქართველი ხალხისა, ამიტომაც იბრძოდა, შრომობდა, ქმნიდა და თუნდაც წერდა შემდეგ სიტყვებს. ტყუილია ჩვენი ხალხი ღვთის მადლით შორს არის ამგვარ უიმედო მდგომარეობისაგან. ღმერთმა უხქნას ამისთანა უბედურებაში რომ ჩავარდეს. არა, ჩვენი ხალხი ამისთანა მდგომარეობაში არ ჩავარდნილა. ის სხვანაირი სამსახურის ღირსია. ღირსია, რომ მისი საქმეთ ისე წაიყვანოს მისმა მოთაურებმა, როგორც ყოველი ხეირიანი ხალხის საქმე წაყვანილდა ქვეყნიერებაზე. ეს ჩვენი ხალხიც ღირსია, რომ გონება განვივითაროთ, აზრის მუშაობა შევაჩვიოთ, საკუთარი ხელით მოვაწმენდინოთ მისი წვლილები, საკუთარი შრომით გავამართვინოთ სამართლიანი გაწყობილობა, საკუთარი მუხლით სიარული დავაწყებინოთ და ყველა ამას ხომ მარტო პირდაპირი, ყველასთვის აშკარა თვალსაჩინო შრომა მოიტანს. მას ტირესა და გოდებას თავი დავანებოთ, დავივიწყოთ უხეირო ოვინები, ნუ არ ვიკადრებთ იმ გლახაკურ ცრემლის ჩვენებას, რომელსაც ამოდენა ხანია მისცემია ჩვენი მწერლობა და ხალხი. თუ მართლა გწამს ქართველი ხალხის მომავლისა, თუ მართლა და გუწრფელად გვინდა მისი მსახურება, ერთი სიტყვით თუ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი მამული, ჩვენ ის უნდა გავაძლიეროთ, როგორც მატერიალური მხრით, სამართლიანად ეკონომიურის განწყობილების დაფუძნებით, ისე ზნეობით, მისი გონებისა და ცოდნის გაუმჯობესებით. ის იმედი უნდა ჩაუნერგოთ მას, რომელიც ჩვენ თვითონ გვაქვს, იმ მომავლისკენ უნდა მიუბრუნოთ პირი, რომელიც ჩვენ გწამს, იმ გზაზე უნდა დავაყენოთ, რომელმაც ყველა სხვა ხალხი გააძლიერა და გააბედნიერა. მარტო ის ხალხიაო ღირსი ბედნიერების, სთქვა ვიქტორ ჰიუგომ სომხებზე, რომელიც მომავალ შეჩერებიაო და ვინც მარტო წარსულ შესქერის ის სამარეს ითხვისო. მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებასა და განათლებაზე ვიშრომოთ, მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. ხალხის ცხოვრებაში ის კანონი მოქმედებს, რომელიც აღებ მიცემის დედაბურჯად დგას. ყველა მარტო იმ კაცს ენდობა, მარტო იმას ასესხებს ფულს ან კრედიტს გაუხსნის და შემწეობას მისცემს, ვისაც თავისი რამ აქვს შესაფერი. აი, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ჯერ ჩვენი რამ შევიძინოთ, ჩვენ და თავად გავძლიერდეთ, ჩვენი მუხლი და წელი გავიმაგროთ და მაშინ ერთი დასტვენის მეტი არაფერი დაგჭირდება. მაშინ ყველას ჩვენი ნდობა ექნება, პატივით და რწმუნებაც. მაშინ ყველა მეგობრებად გაგვიხდება და შემწეობას არავინ დაგვაკლებს. მაშინ ჩვენ და თავად არც ტირლი დაგჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამ საკუთარის გაძლიერების გზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით, მანამდე კი 1000-იც რომ იბღალოს ჩვენმა მწერლობამ, 1000-იც რომ იჩუჩულონ ჩვენმა მოქმედმა პირებმა, კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს და შემწეობას არ გვაღირსებს. ყველას ის აზრი ექნება თავში, სუსტი ხარ, ქვეყანაზე ადგილი რადგი კავია, თვალს რად გჭრის შენის წყულების ჩვენებით, რა გიყო, რა გიშველო, ხომ ფეხზე ვერ დაგაყენებ, თუ შენ და თავად წამოდგომა არ შეგიძლიაო. ასრულებდა ამ სიტყვებით ნიკო ნიკოლაძე თავის გენიალურ ნაშრომს მამულის სიყვარული და მსახურება. დასასრულს ჩვენის მხრიდან სახარების კვალად ვიტყვით, რომელსა ასხენ ყურნის სმენად ისმინენ. მეგობრებო, გმადლობთ ყურადღებისათვის. თქო თვალყური მიადევნოთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის Facebook გვერდსა და YouTube არხს. ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ სახლ-მუზეუმიდან ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტიკის განხილვას, ონლაინ ექსკურსიებს, სხვადასხვა საინტერესო საუბარს ნიკოლაძეთა ოჯახის შესახებ და რაც მთავარია,
ეწვიეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიჯიხარში. გმადლობთ.